ჯერ კიდევ შარშა როცა შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა თავისი ანტი-LGBT პროგრამა გააჟღერა, ყველასთვის უკვე ნათელი იყო, რომ ეს იქნებოდა ყველაზე სერიოზული დაპირისპირება, რომელიც ამერიკული საზოგადოების ჯანმრთელ და იდეოლოგიურად გაუკუმართებულ ნაწილს შორის წარიმართებოდა. ეს დაპირისპირება ორ ამერიკას შორის ათეულობით წელია მწიფდება. განსაკუთრებით 21 საუკუნის დადგომის შემდეგ, როცა გადაგვარებული უმცირესობის დიქტატი კონსერვატიულ უმრავლესობაზე ამერიკის მმართველი პოლიტიკური წრეების მთავარი მიზანი გახდა. LGBT თემზე და მის ინტერესებზე მორგებული კანონები და გარყვნილების პროპაგანდა ყველა შესაძლო საშუალებით. ჰომოსექსუალებისა და ტრანსგენდერების სასარგებლოდ ფორმირებული საზოგადოებრივი აზრი, ყველანაირად დამცირებული და დაკომპლექსებული ჯანმრთელი უმრავლესობა, რომელსაც არათუ გარყვნილების საწინააღმდეგოდ რამის თქმა, საკუთარი თავის დაცვაც კი აკრძალული ჰქონდა. ტრამპის გამოჩენამ კონსერვატიულ ამერიკას ბრძოლის და სამართლიანობის აღდგენის იმედი გაუჩინა. ამერიკაში ხომ ყველაფერი დემოკრატიით იზომება. ყოველ შემთხვევაში რიგითი მოქალაქეებისათვის მაინც. დემოკრატია კი როგორც მოგეხსენებათ ხალხის მმართველობას, ანუ უმრავლესობის მმართველობას ნიშნავს. ხოდა ვეღარ გაიგეს ამერიკელებმა რა ხდებოდა მათ თავს. თითქოს და საღად მოაზროვნე მოქალაქეები ბევრად მეტნი იყვნენ ქვეყანაში, ვიდრე ეს გარყვნილი ფსევდოლიბერალები. მაგრამ რატომღაც სწორედ ეს უმცირესობა აზრის თავზე უმრავლესობას ამდენი წელია. სწორედ ამ უსამართლობის გამოსწორების იმედი დაუბრუნა მათ ტრამპმა. ამიტომაც გამოიღვიძა დატერორებულმა უმრავლესობამ და წავიდა ბრძოლაში ქვეყნის დასაბრუნებლად. თუმცა ყველას ესმის, რომ ბრძოლა იქნება დაუნდობელი. გაყვნილი უმცირესობა კია უმცირესობა, მაგრამ უზარმაზარი რესურსებით. ამერიკის ოლიგარქიული ოჯახების და მათი კონტროლირებადი ტრანსნაციონალური კორპორაციების ფინანსები დღემდე მათ პიარს, მათ ორგანიზაციებს, ფონდებს, ტრანს ოპერაციებს და ზოგადად მათ გამრავლებასა და გაძლიერებას ხმარდება. შესაბამისად, წინააღმდეგობაც ტრამპის პოლიტიკის მიმართ დიდია. წარმოიდგინეთ, ჯერ მხოლოდ ერთი თვე გავიდა ტრამპის ინაუგურაციიდან და შეერთებულ შტატებში უკვე გაჩნდა ეგრეთ წოდებული ქალაქი თავშესაფარი სექსუალური უმცირესობებისათვის. მასაჩუსეტის ქალაქ ვორესტერის მოსახლეობამ პეტიცია გაუგზავნა თავიანთი ქალაქის 11 კაციან საბჭოს, სადაც თხოვენ ქალაქს არ ითანამშრომლოს ფედერალურ და სახელმწიფო ორგანოებთან, რომლებიც ზიანს აყენებენ ტრანსგენდერებს და ზოგადად გენდერულად მრავალფეროვან ადამიანებს. პეტიციის ავტორები, ანუ ამ ქალაქის მკვიდრნი, ითხოვენ, რომ LGBT საზოგადოებას ტრამპის განკარგულების მიუხედავად მათ ქალაქში მაინც ჰქონდეთ წვდომა ჯანდაცვაზე, საცხოვრებელზე, განათლებასა და დასაქმებაზე. 11 საბჭოს წევრიდან 9 LGBT გარყვნილების თავგადაყლული ლობისტი აღმოჩნდა, რომლებმაც თავიანთი ქალაქი ოფიციალურად გადააქციეს ჰომოსექსუალების, ლესბოსელებისა და ტრანსგენდერების თავშესაფრად. ასევე დიდ წინააღმდეგობას აწყდება ტრამპის ადმინისტრაცია სამედიცინო კლინიკების მხრიდანაც. მიუხედავად პრეზიდენტის აკრძალვისა, ზოგიერთი კლინიკა აგრძელებს 19 წლამდე მოზარდებისათვის, ანუ არასრულწლოვანთათვის ტრანსგენდერული მომსახურების გაწევას, ბლოკატორების გამოყენებას, ტესტოსტერონის შეშხაპუნებას, ორგანოების მოკვეთას და ასე შემდეგ ბავშვების დასახიჩრებას. არაა იოლი ასე ერთ დღეში ამ ხელა შემოსავალზე უარის თქმა. საერთოდ ცალკე თემაა ბაიდენის დანიშნული მოსამართლეები, რომლებიც უკვე ღია საბოტაჟზე და მავნებლობაზე არიან გადასულები. ეს მანტიებში გამოწყობილი ლიბერალისტები შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ ტრამპის განკარგულებები არ დაბლოკონ. ან თუ დაბლოკვა არ გამოსდით, დროებით მაინც შეაფერხონ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი ჯერ კიდევ მომწიფების ეტაპზეა. ამერიკული საზოგადოების ჯანმრთელ და იდეოლოგიურად გაუკუღმართებულ ნაწილს შორის კი სერიოზული განხეთქილება სუფევს. გაჩნდა იმის მოლოდინიც, რომ ქვეყნის სიდიადის დასაბრუნებლად მიმართულმა ტრამპის მიერ ხელმოწერილმა განკარგულებებმა LGBT პროპაგანდისტულ და ტრანსგენდერულ სიგიჟეს შეერთებულ შტატებში წერტილი უნდა დაუსვას. თუმცა ქვეყანაში, სადაც წლების განმავლობაში გარყვნილების ტირაჟირება და LGBT პროპაგანდისტული დღის წესრიგის წახალისება საკანონმდებლო დონეზეც კი ხორციელდებოდა, მხოლოდ ორ სქესზე, ქალსა და მამაკაცზე გადასვლა არც ისე იოლი საქმე აღმოჩნდა.
ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს სექსუალური უმცირესობების უფლებების მიმართულებით გარდამტეხი ცვლილებები განხორციელდა. მათი ადმინისტრაციების მიერ წახალისებული LGBT უფლებების გაფართოება კი კანონმდებლობასა და საზოგადოებრივ შეხედულებებზეც აისახა. ამ გარყვნილმა აზროვნებამ არამხოლოდ ადამიანებს შორის შექმნა პრობლემები, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობაც უკიდურესად გაართულა. წლების მანძილზე ნაშენმა და წახალისებულმა LGBT პოლიტიკამ, მათ ინტერესებზე მორგებულმა კანონებმა და გარყვნილების პროპაგანდამ ისეთი мотиваცია მისცა სექსუალურ უმცირესობებსა და მათ ლობისტებს, რომ კონსერვატიულად განწყობილი მთავრობის მოსვლის შემდეგაც კი ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებს და ჯანმრთელი საზოგადოების საკეთილდღეოდ მიმართულ განკარგულებებს სერიოზული ბრძოლა გამოუცხადეს. თუმცა ეს ისედაც მოსალოდნელი იყო, რადგან ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივი აზრი ჰომოსექსუალებისა და ტრანსგენდერების სასარგებლოდ წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, ამ ჭაობიდან ამოსვლა და ჯანსაღ რელსებზე გადაბარგება ერთი ხელის მოსმით ვერ მოხდება. სწორედ ამიტომ მე ამბოხე გარყვნილების გამავრცელებლები ახალ სტრატეგიებს მიმართავენ, რათა ქვეყანაში თავიანთი უფლებები განამტკიცონ და ძველი დიდება დაიბრუნონ. თუმცა ამჯერად საუბარი არ არის მხოლოდ LGBT უფლებების დამცველ ორგანიზაციებზე, სექსუალური უმცირესობების ადვოკატირების ჯგუფებზე ან კონკრეტულ ინდივიდებზე. საუბარია თვით ქალაქზე, რომელიც ჰომოსექსუალების, ლესბოსელებისა და ტრანსგენდერების თავშესაფრად იქცა. მასაჩუსეტსის სიდიდით მეორე ქალაქის ვორესტერის მოსახლეობამ პეტიცია გაუგზავნა ქალაქის 11 წევრიან საბჭოს, რომელშიც ითხოვდნენ, რომ ქალაქს არ ეთანამშრომლა ფედერალურ და სახელმწიფო ორგანოებთან, რომლებიც ტრანსგენდერებისა და გენდერულად მრავალფეროვანი პირების უფლებებს ზღუდავენ და ზიანს აყენებენ. ასევე პეტიციის ავტორები ითხოვდნენ, რომ LGBT საზოგადოებას ტრამპის განკარგულებების მიუხედავად, მათ ქალაქში მაინც ქონოდა წვდომა ჯანდაცვაზე, საცხოვრებელზე, განათლებასა და დასაქმებაზე. საქალაქო საბჭოს სხდომაზე კენჭისყრას წინ უძღოდა საჯარო გამოსვლები, სადაც ვრცელი სიტყვა დრაგ ქვინებსა და ტრანსგენდერებს დაეთმოთ. მათ სიტყვებში კი მუქარი შემცველი ფრაზებიც ისმოდა. მე გამოვდივარ იმისთვის, რომ ეს ქალაქი იქცეს თავშესაფრად ჩემი მსგავსი ადამიანებისთვის. მე ვსაუბრობ LGBT საზოგადოების სახელით. მე ვსაუბრობ იმ ადამიანების სახელით, რომელთა გენდერული იდენტობა არასწორად არის აღქმული. მაგალითად, საზოგადოება ხშირ შემთხვევაში მომმართავს ბატონობით და ეს მაშინ, როდესაც ჩემთვის მნიშვნელოვანია მომმართონ მამაკაცო. თქვენ ტრამპის გეშინიათ, თუმცა წარმოდგენაც კი არ გაქვთ. მე როგორ მეშინია მისი, სწორედ ამ შიშიდან გამომდინარე არ გინდათ, რომ ეს ქალაქი იქცეს ტრანსგენდერებისთვის უსაფრთხო სივრცეთ. თუმცა თუ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებთ, თქვენთვის უკეთესი იქნება მოემზადოთ იმისთვის, რომ თავად ტრანსგენდერები აქცევენ ამ ადგილს ძალიან სახიფათოს. თუმცა ამ მუქარას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ ქალაქში LGBT პროპაგანდისტებისთვის გზა გაეხსნათ და მათი გაუკუღმართებული დღის წესრიგისთვის ფრთები შეესხათ. სწორედ ამ პეტიციის საფუძველზე ქალაქის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ვორესტერი გამოცხადდა ტრანსგენდერებისთვის თავშესაფარ ქალაქად. ეს ნიშნავს, რომ ქალაქი არ განახორციელებს პოლიტიკას, რომელიც საზიანოა LGBT საზოგადოების წევრებისთვის და მათ უფლებებს დაიცავს, მიუხედავად ფედერალური ან სახელმწიფო რეგულაციებისა. ეს გადაწყვეტილება პასუხი იყო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალ პოლიტიკაზე, რომელიც ამკაცრებს რეგულაციებს გენდერულ იდენტობასთან და ტრანსგენდერი პირების უფლებებთან დაკავშირებით. ტრამპის ინაუგურაციის დროს გაჟღერებული სიტყვები, რომ ამიერიდან ფედერალური მთავრობა აღიარებს მხოლოდ ორ სქესს და ის დაამარცხებს გენდერული იდეოლოგიის ტოქსიკურ შხამს, გარყვნილების გამავრცელებლებისთვის სრული ისტერიის საგანი გახდა. ტრანსგენდერების თავშესაფარ ადგილად გამოცხადებული ქალაქის მერმაც არ დააყოვნა და LGBT საზოგადოებას და ვორესტერის გადაგვარებას სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ეს გადაწყვეტილება ასახავს ვორესტერის ვალდებულებას იყოს ინკლუზიური და მხარდამჭერი ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი გენდერული იდენტობისა, ასე რომ მათ შეუძლიათ სახლში წავიდნენ და ღამით უსაფრთხოდ დაიწინონ აქ, ქალაქ ვორესტერში. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ტრამპის ადმინისტრაცია ასევე დიდ წინააღმდეგობას აწყდება სამედიცინო კლინიკების მხრიდანაც.
არადა ქვეყანაში გაცხადებული პოლიტიკისა და ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში აიკრძალა ფედერალური სახსრების გამოყენება არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის პროცედურებისათვის. ეს მოიცავს ოპერაციებს ჰორმონალურ თერაპიასა და სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების გამოყენებას 19 წლამდე ასაკის პირებში. ბრძანება ასევე ითვალისწინებს ფედერალური მხარდაჭერის შეწყვეტას იმ დაწესებულებებისათვის, რომლებიც ამგვარ სამედიცინო ჩარევებს ატარებენ. ამერიკის ნახევარზე მეტმა შტატმა უკვე მიიღო ზომები, რომლებიც ზღუდავს არასრულწლოვნებისათვის სქესის შეცვლასთან დაკავშირებულ სამედიცინო მომსახურებას. თუმცა ტრამპის ბრძანების მიუხედავად ზოგიერთი კლინიკა და სამედიცინო დაწესებულება აგრძელებს არასრულწლოვანთათვის ტრანსგენდერული მომსახურების გაწევას. ერთ-ერთი ჩიკაგოში არსებული პედიატრიული კლინიკა აღმოჩნდა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ 19 წლამდე ტრანსგენდერი პაციენტებისთვის სქესის შეცვლის მკურნალობა და ოპერაციების ჩატარება გაგრძელდება. ჩვენი გუნდი აგრძელებს აუცილებელი სამედიცინო ზრუნვის ხელმისაწვდომობის მხარდაჭერას, რომელიც ეფუძნება მეცნიერებას და თანაგრძნობას იმ პაციენტების ოჯახების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. საავადმყოფოებს ბავშვების დასახიჩრებისკენ მიმართული მანიპულაციებისკენ მოუწოდებს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორიც. ლეტიცია ჯეიმსი კლინიკებს მიმართავს, რომ ისინი დაარღვევენ შტატის კანონს თუ შეწყვეტენ სქესობრივი ზრუნვის შეთავაზებას 19 წლამდე ასაკის ადამიანებისათვის. წერილში, რომელიც ჯეიმსის მიერ ჯანდაცვის დაწესებულებებს გადაეგზავნათ, ნათქვამი იყო, რომ თუ ისინი მკურნალობას შეწყვეტდნენ, ნიუ-იორკის ანტიდისკრიმინაციულ კანონებს დაარღვევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ფედერალური დაფინანსება, ჩვენ გწერთ, რათა შეგახსენოთ თქვენი ვალდებულებები ნიუ-იორკის შტატის კანონების დაცვაზე. ტრამპისა და მისი განკარგულებების წინააღმდეგ მიმართულ ფსევდოლიბერალურ გარყვნილ კამპანიას ბაიდენის დროს დანიშნული მოსამართლეებიც უერთდებიან. ეს მანტიებში გამოწყობილი LGBT პროპაგანდისტები ტრამპის განკარგულებებს ერთმანეთის მიყოლებით ბლოკავენ ან აფერხებენ. ამჯერად ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა ტრამპის განკარგულება, რომელიც მიზნად ისახავდა ტრანსგენდერი ახალგაზრდებისთვის სქესის შეცვლის მანიპულაციების შეზღუდვას. სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ბრძანება შეუთავსებელია კონსტიტუციასთან, რაც იცავს ტრანსგენდერი ახალგაზრდების უფლებას მიიღონ სექსუალურად და სამედიცინო თვალსაზრისით შესაბამისი ზრუნვა. ბუნებრივი ამერიკის შეერთებულ შტატებში წლების განმავლობაში დაგროვილი მანკიერი პრაქტიკის აღკვეთა ასე მარტივად ვერ განხორციელდება. ტრამპის ადმინისტრაციას დრო, ენერგია და შეუპოვრობა დასჭირდება იმისათვის, რომ ამ წინააღმდეგობას გაუძლოს და LGBT დროშის სფერებში შეფუთული გარყვნილება ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს. ფაქტია, ჯანმრთელი საზოგადოების გარყვნილების ვირუსი დაავადება გაცილებით იოლია, ვიდრე მისი განკურნება და ისევ ჯანმრთელ საზოგადოებად ჩამოყალიბება. როგორც ვირუსი ცდილობს ყველა ძალებით გადარჩენას, გარყვნილი მსოფლმხედველობა ზუსტად ასევე ცდილობს წინააღმდეგობას და ხშირ შემთხვევაში თავდასხმაზე გადასვლასაც კი. შეჩვეულის გადაჩევა არავის უნდა. დღე არ გადის შეერთებულ შტატებში, რომ USAID-ის თანამშრომლები LGBT ორგანიზაციებში მომუშავე ფსევდოლიბერალები, კორუმპირებული უწყებებიდან დათხოვნილი მუქთახორები და კიდევ ათასობით ამერიკელი ხალხის ფულზე მიმჯდარი წურბელები ძველი პრივილეგიების აღდგენას არ ითხოვდნენ. კვირაში 4 ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ეს კორუმპირებული მუქთახორები და წურბელები კიდევ კარგ ახანს არ დაწყმარდებიან და კიდევ ბევრჯერ შეეცდებიან თავიანთი პრივილეგიების დაბრუნებას. მაგრამ ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია შეჩერებას და მით უმეტეს უკანდახევას აშკარად არ აპირებენ. ამერიკის ძლიერების დაბრუნება კი მხოლოდ ამ ვირუსის ბოლომდე განადგურებაზე გადის. საბოლოო ჯამში ამერიკისათვის მხოლოდ ეს თუ იქნება Deep State-ის რეალური დამარცხება. დროებით.